დღეს უნდა მოვყვე საინტერესო ამბავი ქართული ეკლესიის ისტორიიდან. ასე დავიწყებ. ესე იგი ჩვენ გვაქვს ქართულ ეკლესიას, მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს ერთი ხატი, რომელიც გამორჩეულია ესე იგი ყველა ხატებისაგან. ამ ხატს ქვია საქართველოს ეკლესიის დიდება. ეს ალბათ ყველა ზოგმა იცის, ზოგმა არ იცის, ესე იგი რა ყურადღება რო არ მიაქცევ არ შეიძლება. ეს ხატი არის ასეთი. აქ ინდივიდუალური პიროვნება კი არ არის გამოსახული. აქ არის თუ შეიძლება ითქვას ქართული ეკლესიის მთელი ისტორიაა რა. და მე ახლა აღწერ რა არის გამოსახული, მაგრამ სანამ ხატზე უშუალოდ დავიწყებდე, უნდა დავიწყო ცოტა შორიდან, ესე იგი, ვინ შექმნა ეს ხატი, როგორ შეიქმნა ეს ხატი და ასე ვთქვათ, ვინ არის ამის ავტორი. ესე იგი 1845 წელს თბილისში მღვდლის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელს ესე იგი ეს მღვდლის ოჯახი იყო, რუსი მღვდელი იყო, ესე იგი რუსეთიდან ჩამოსული უბრალოდ ტვერიდან, ტვერი ეს ძველი რუსული ძველი ქალაქია, ტვერელი მღვდელი პავლე საბინინი, რომელიც თბილისში დაოჯახდა, თბილისში ქართველი ხალი შეირთო და აი ამ ოჯახში 1845 წელს დაიბადა ბიჭი, რომელსაც დაარქვეს მიხეილი. ანუ დაიბადა მიხეილ საბინინი. ხო, და რა თქმა უნდა, მღვდლის ოჯახში იზრდებოდა სხვათა შორის დედა ქართველი ყავდა, როგორც ამბობენ, ეს იყო ეკატერინე მირზაშვილი. ვარაუდობენ, რომ მირზაშვილი იყო, მაგრამ ქართველი რო იყო დედა ეს დამტკიცებულია. და აი დედამ გაზარდა ეს პატარა მიხეილი ქართული სულით, ქართულად, რა თქმა უნდა, ქართულად, თუმცა გვარი მას რუსული ჰქონდა, მაგრამ ესე იგი როგორც ქართველი ბავშვი ისე გაზარდა დედამისმა. და თავიდანვე რა თქმა უნდა ამ მღვდლის ოჯახში რო ტრიალებდა შეითვისა ეს ქართული ეკლესიის ისტორია ყველაფერი. ხო და რა თქმა უნდა ბავშვობიდანვე დაიწყო მან ინტერესი გამოიჩინა აი ამ ქართული ეკლესიისადმი. ის ბავშვობაში მიაბარეს ქართულ გიმნაზიაში. მე ახლა მოკლედ ვიტყვი ეს გიმნაზია როგორ შეიქმნა და რა არის, იმიტომ რომ ცალკე ამაზე არ გვექნება ლაპარაკი. ესე იგი ეს გიმნაზია არის დღევანდელი პირველი სკოლა თბილისის, რომელსაც აღუდგინეს სახელი და დაარქვეს ისევ, იქ აწერია ესე იგი თბილისის კლასიკური გიმნაზია. აი ამ გიმნაზიის პირველი ვარიანტი, ასე ვთქვათ, სუპირველი შეიქმნა 1802 წელს სასწავლებელი დაარსა, ალბათ ყველას გაუგია და ისიან ესე მართველი, კავკასიის მართველი იყო წარმოშობით ქართველი პავლე ციციანოვი, ანუ ციციშვილი. ესე იწერება პავლე ციციშვილი, რომელმაც დაავალა სამოქალაქო მინისტრს. თვითონ მართველი იყო და მას ჰყავდა კიდე სამოქალაქო მინისტრი, რომელიც აი ამ განათლებას და ამას ხელმძღვანელობდა. კოვალენსკი იყო ასეთი, კოვალენსკი დაავალა აი ამ სასწავლებლის შექმნა. ეს უნდა ყოფილიყო 2 წლიანი სასწავლებელი, რომლებიც მოამზადებდა ქართველ და ნებისმიერ ბავშვებს, ესე იგი ნებისმიერი ეროვნების ბავშვებს, რომლებიც რუსული იცოდნენ და ქართული, თბილისზე ქართულიც რო მომავალი, ესე იგი მასწავლებლები ხო. მაგრამ კოვალენსკი აღმოჩნდა თაღლითი, როიტყვიან აფერისტი, ამ 2 წელი, 3 წელი
ფურცელზე ჰქონდა და არაფერი არ გაუკეთებია და ქრთამებს იღებდა მარტო. ციციანოვმა გაიგო ეს ამბავი, ის გააძევა თბილისიდან და 1804 წელს თვითონ ჩაუდგა ამას სათავეში და შეიქმნა ეგრეთ წოდებული თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, ასე ერქვა. აი ამ სასწავლებელში სწავლობდნენ თავის დროზე, ესე იგი, დიმიტრი ყიფიანი, გიორგი ერისთავი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე და ივანე კერესელიძე და ეხლა ყველა არ მახსენდება ძალიან დიდი. აი ეს კეთილშობილთა სასწავლებელი გადაკეთდა 1830 წელს გიმნაზიად. უკვე ოფიციალურად დაერქვა გიმნაზია, ანუ რომელიც გიმნაზია უკვე მაღალ კლასებსაც ითვალისწინებდა, ასე ვთქვა. აი სწორედ გიმნაზიაში ახლა რატო გავაკეთე ეს გადახვევა. აი ამ გიმნაზიაში მიიყვანეს მიხეილ საბინინი და სწავლობდა. სხვათა შორის აღნიშნულია მის ბიოგრაფიაში, რომ ის თავიდანვე იყო შეურიგებელი, იყო ყოველგვარ ფალსიფიკაციასთან, რაღაც დამახინჯებასთან და გამოირჩეოდა ისეთი მკაცრი პრინციპული ხასიათით ბავშვობიდანვე და მოკლედ იმდენი რომ იტყვიან, იმდენი იხტუნავა, რომ არ დაამთავრებინეს გიმნაზია და არ მისცეს ატესტატი. თუმცა მმართველობა რუსული იყო, მაგრამ კიდე ახსოვდათ ეს რუსული გვარით. მან ბრწყინვალედ იცოდა ქართულიც და რუსულიც. და არ დაამთავრებინეს და არ მისცეს. წავიდა გიმნაზია და რომ დაამთავრა, წავიდა პეტერბურგში და ჩაბარება უნდოდა სასულიერო აკადემიაში. ეკაც პრობლემა შეუქმნეს, რომ ატესტატი არ გაქონდა, ვერ მიგიღებდო, მაგრამ საქმეში ჩაერია იყო ასეთი ადრე მის ბავშვობაში, ესე იგი, როდესაც ის ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლობდა, საქართველოს ეგზარქოსი იყო მმართველი ეკლესიის ისიდორე ნიკოლსკი, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა და პეტერბურგში მიტროპოლიტი იყო და ის ჩაერია ამ ამბავში. მას ახსოვდა ეს რუსული გვარის ბავშვი, ესე იგი ნიჭიერი ბავშვი და ჩაერია და მოკლედ მიიღეს პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. მან წარმატებით დაამთავრა აკადემია, დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი ქართულ ეკლესიის ისტორიიდან, ხო და ჩამოვიდა თბილისში, რა თქმა უნდა, თავის მშობლიურ ქალაქში და დაიწყო მოგროვება აი ამ თუ კი რაიმე საბუთი იყო სადმე ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ, აგროვებდა და ბოლოს 70-იან წლებში, 19 საუკუნის გამოსცა პირველი პატარა შრომა, ესე იგი ქართველი წმინდანები. ამას მოუმატა მერე კიდე და მოკლედ რო არ გავაგრძელო ძალიან 1882 წელს მან უკვე გამოსცა დიდი ნაშრომი, გააერთიანა ეს თავისი ესე იგი წიგნები, პატარა წიგნები აერთიანა და უწოდა საქართველოს 64, ასეა ცნობილი. აქ თითქმის ყველა წმინდანია ქართველი შეტანილი, ესე იგი მისი ბიოგრაფია, როგორც მოიძია მან და ხო და სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიხაილ საბინინს აღმოაჩნდა ხატვის ნიჭი, ხატავდა ძალიან კარგად და აი ამ წმინდანების ხატები თვითონ შექმნა, თვითონ დახატა და აი ამ საქართველოს 64-ში, ესე იგი ჩართულია თითქმის ყველა წმინდანის ხატი მის მიერ შესრულებული. ხო, მე დამავიწყდა, მე თქვა, რომ პეტერბურგში ის ბერად აღიკვეცა, როცა ამთავრებდა, აღიკვეცა და მან მეორე სახელად ესეთია წესი, ესე იგი აირჩია გობრონი. ანუ მე შემდგომში ხელს აწერდა მიხაელ გობრონ ივერიელი. ასე აწერდა ხელს. ხო და ასე და მოკლედ გამოსცა
როგორც ავთქვი, საქართველოს 64. ეს იყო პირველი ნაშრომი საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ, სადაც თავმოყრილი იყო მაშინდელი მასალა, რაც კი მან მოაგროვა, ყველა ქართველი წმინდანი, ქართველი მეფეები, წმინდანი მეფეები, რა თქმა უნდა, ესე იგი, თავისი ხატებით. მაგრამ მისი შემოქმედების მწვერვალი, ასე ვთქვა და კულმინაცია იყო აი ეს ხატი, რომელიც თავიდან ვთქვი, საქართველოს ეკლესიის დიდება. აი ეს ხატი და მე ახლა ამ ხატზე მოვყვები. ეს ხატი არის, ესე იგი, ასეთია, ცენტრში, ამ ხატის ცენტრში არის სვეტი ცხოველი. სვეტი ცხოველი, ანუ ის მოჭრილი ნაძვის მოჭრილი სვეტი, რომელიც ანგელოზს ჰაერში უჭირავს. ეს არის ცენტრი ხატის. ამ ხატის მაღლა თავში, ესე იგი, ასევე ვერტიკალში არის იესო მაცხოვარი გამოსახული, ხელგაშლილი, ესე იგი, მაკურთხეულის პოზაში. ესე იგი, აი ანუ პირდაპირ სვეტის თავზე, ღრუბლებში. ხო, მარჯვენა ხელის ქვეშ გამოსახულია ორი ფიგურა. ესე იგი, ეს არის მარიამ ღვთისმშობელი ომფორით, ანუ გადასაფარებლით ხელში, ესე იგი, მარიამ ღვთისმშობელი და მის უკან დგას წმინდა გიორგი. მაგრამ წმინდა გიორგი ჩვენ წარმოგვიდგენია ცხენზე. არა, ეს არის უბრალოდ უკან დგას ფეხზე და ხელში უჭირავს შუბი. ეს მარჯვენა ხელის ქვეშ. მარცხენა ხელის ქვეშ არის ორი ფიგურა ასევე. ესე იგი, ანდრია პირველწოდებული, რომელმაც პირველი დაემოწაფა, ასე ვთქვათ, იესოს და მატათა მოციქული. მატათა კიდე სიმბოლურად აიღო მან პირველი ანდრია პირველწოდებული და მატათა, რომელიც იუდა ისკარიოტელის მაგივრად მე-12 მოციქულად აირჩია, ესე იგი, აი ამ მოციქულთა კრებამ მატათა. ესე ორივე, ვიცით, ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში იქადაგა და მატათა, როგორც ამბობენ, ესე იგი, სვანები დასავლეთ საქართველოს მთიანეთი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ორივემ ტრაგიკულად დაამთავრა თავიანთი სიცოცხლე, ესე იგი, ანდრია პირველწოდებული ჯვარზე გააკრეს, ხოლო ანდრიას ჯვარი ასეთია, ერთი საყრდენი იკარა, ორი საყრდენი აქვს და ასე ეძახიან, ორი საყრდენია, ესე იგი, და ანდრიას ჯვარს ეძახიან ამას და მატათა კიდე რომ დაბრუნდა იერუსალიმში, ჩაქოლეს ქვებით ებრაელებმა. მაშინ ჯერ კიდე ეს ხდება პირველი საუკუნის მეორე ნახევარში. ისე აი ესეთია. ესე იგი, რომ გავაგრძელოთ, ამ ფიგურების უკან სამ-სამი ანგელოზია, ერთ მხარეს 3, მეორე მხარეს 3 ანგელოზი. ეს არის ზეციური, ასე ვთქვათ, ქვევით ამ სვეტის ქვეშ არის ესე იგი, სიდონიას საფლავი და სადაც სიდონიაა გამოსახული კვართით ხელში. და აი მის გარშემო აქეთ და იქით არიან ქართველი წმინდანები. ეხლა მე ვერ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ თითქმის ყველა წმინდანია უბრალოდ დიდხატზე ჩაანს. აწერიათ იქა ვთქვათ, მირიანი, თამარი, ნინო და ასე შემდეგ, ყველა 13 ასურელი მამა, მოკლედ საქართველოს წმინდანები და აი ეს ხატი შეუქმნა, ესე იგი, საქართველოს აჩუქა თუ შეიძლება. ეხლა ეს ხატი რა არის? ალბათ ყველა მიაქცევს ყურადღებას ამას, ვინც მოისმენს, ესე იგი, ეს საოცრებაა ეს ხატი პირდაპირ. სხვათა შორის თბილისელმა რუსმა კარელინმა, რაფაელ კარელინმა, ადრე ნახსენები მყავს, ესე იგი, კარელინმა ამ ხატს უწოდა, აი ეს ხატიო ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც ქართლის ცხოვრებაო და
საქართველოს ესე იგი ეკლესია მონასტრებიო. ისინი პერგამენტზეაო ერთიო ქართლის ცხოვრება, მეორე მონასტრები ქვაშია გამოკვეთილიო და აი ეს საღებავებითო აი ეს შექმნაო უტოლდებაო ესო და ეს ხატი არის მე ყოველ შემთხვევაში არც ერთი ეკლესიას ამის მსგავსი ხატი არ აქვს. ეს არის რაღაც საოცრება ხატი ფერადი დაფორმებული, რომელიც გამრავლებულია და ეს ესეთი ცხოველში იყო, მერე გამრავლდა რა თქმა უნდა და ეხლა ყველა ეკლესიაში არის ეს ხატი წარმოდგენილი. ანუ საქართველოს დიდება. მე სხვათა შორის მიხეილ გობრონ-საბინინი ძალიან დევნილი იყო. რუსების დევნიდნენ რუსული მმართველობა ხო იმერია, იმიტომ რომ შენაო ქართველების მხარეზე ხარო და ამას და ორჯერ გადაასახლეს თბილისიდან. და ქართველები კიდე თვითონ ამბობს, ქართველები კიდე რუსეთის აგენტს მეძახიანო. ესეო და რა დავაშავე კაცო, კარგი სვეტი არაფერი არ გამიკეთებიაო. სხვათა შორის მან ძალიან მოუარა და აღადგინა ბოდბის ესე იგი მონასტერი, ბოდბის მონასტერი და დავითგარეჯის მონასტრიდან დავით გარეჯის მონასტერი აღადგინა, შეარემონტა ესე იგი ამას თავისი იმით აკეთებდა ყველაფერს. და სხვათა შორის ამბობენ რომ აი დოდორქა გარეთში არის დოდორქა ცალკე იყო და აი წმინდა დოდოს ნაწილები გადმოიტანა, გადმოასვენაო ესე იგი დავითის ლავრაში, დავით გარეჯელის ლავრაში, ანუ ცენტრალურ მონასტერშია ესე. ხო და მოკლედ ორჯერ გადაასახლეს და მეორედ რო გადაასახლეს 1898 წელს უკვე გადაასახლეს რომ საქართველოში აღარ ჩამოსულიყო ეს. იმას აუკრძალეს საქართველოში მოღვაწეობა და 2 წლის შემდეგ 1900 წელს მოსკოვში გარდაიცვალა 55 წლის ასაკში. გარდაიცვალა ის დაასაფლავეს მოსკოვის დონის დანსკოი მონასტერში, მაგრამ როგორც ამბობენ დღეს საფლავი დაკარგულია. ვერ მოუარეთ. თუმცა მისი ოცნება და მისი თხოვნა იყო რომ გარდაიცვლებოდა დავით გარეჯის მონასტერში დაესაფლავებინათ, მაგრამ ესეც ვერ შეუსრულა ქართველმა ერმა ესა და ფაქტიურად საფლავიც დაკარგულია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და მიიღოს მისი ღვაწლი საქართველოს ეკლესიამ მიიღო რა თქმა უნდა იმ შრომით საქართველოს ამოთხე და აი ეს ხატი რომელიც არის მართლა საქართველოს ეკლესიის დიდება ესე გვამაყებს ჩვენ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მიხეილ გობრონ-საბინინი.